მოგესალმებით. ეს არის გადაცემა სტუმრად ფსიქოლოგთან და მე ვარ მისი წამყვანი ანა კვანტრიშვილი, ფსიქოლოგი და დღევანდელი ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი, ასევე კოუჩი, IPL აკადემიის დამფუძნებელი ინგა გოჩელეიშვილი. გამარჯობა ინგა. მადლობა ანა. წარდგენისთვის გამარჯობა ჩვენს ძვირფას მაყურებლებსაც. მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თანაც აქტუალური ბევრი ადამიანისთვის. კი, აქტუალურია და მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს აწუხებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად სჭირდებათ ხოლმე იმედი მათ. იმედი, მხარდაჭერა და ცოდნა იმისა, რომ ეს მოგვარებადია. კი, ნამდვილად და ეს არის დეპრესია. ესე იგი, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დეპრესიას, რა არის, რას იწვევს, ხო? შევეხებით, რა იწვევს, კი, ნამდვილად მიზეზებს, ასე ვთქვათ და შევეხებით ასევე გარკვეულ დონეზე, როგორც მოგცემს შესაძლებლობას, რომ აი როგორ დავეხმაროთ ჩვენ თავს, რომ აი ამ ყველაფრიდან გამოვიდეთ. ასე ვთქვათ. და მოდი პირველ რიგში ინგა გკითხავ ხო, რომ აი რა არის, ვთქვათ, დეპრესია, რა გამოხატულებები აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში ემოციურად, აზრობრივად, რომ აი ზოგადად შეიძლება ზოგიერთ ადამიანს აქ ცოტა არასწორი ინფორმაცია ხოლმე, რომ აი რა არის ეს, ვთქვათ. ხშირად ჩემი მსმენელები, მაყურებლები მწერენ ხოლმე, რომ აი დეპრესია მაქვს და ყოველთვის ვეკითხები ეს თავად დაუდგინეთ თქვენ თავს და დაუსვით დიაგნოზი თუ იყავით შესაბამის სპეციალისტთან და ძალიან ხშირად ადამიანს შეიძლება შეეშალოს დეპრესია და რაღაც დროებითი განწყობის დაქვეითება და განწყობის გაფუჭება. ესე იგი დეპრესია, პირველ რიგში, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის განწყობის გაფუჭება, ასე უბრალო ენით რომ ვთქვათ, ხო? ანუ ადამიანი არ არის ხალისიან განწყობაზე, მას არ აქვს ინტერესი, არ აქვს ენერგია, არამედ არის რაღაცნაირი სევდიანი, დათრგუნული და ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ხო? ეს არ არის 2 დღე და 3 დღე, ეს არ არის თუნდაც 1 კვირა, არამედ დროში გაწელილი, ხო? საკმაოდ დიდი პერიოდია, 1 თვე და მეტი, როდესაც შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, რომ დიახ, მართლაც დეპრესიასთან გვაქვს საქმე და არა უბრალოდ რაღაცა ემოციურად დროებით ნეგატიურ ემოციებსკენ. კი, და ემოციურად უიმედობა არის ხოლმე, ხო? ყველაზე ხშირად საკუთარი თავის შეცოდება, ვთქვათ, რომ ეცოდება ადამიანს საკუთარი თავი და ნეგატიური აზრები, ნეგატიური განწყობა, ძალების უქონლობა, ხო, ანუ ენერგია, ძალა აღარ აქვს, რომ ინტერესი იმ მოვლენების და ქმედებების მიმართ, რომელიც ადრე აინტერესებდა, ვთქვათ, ადრე ეხალისებოდა, არ ვიცი, თუნდაც საკუთარ ძაღლთან თამაში და გასეირნება, მეგობრებთან შეხვედრა, რაღაცა ელემენტარულად რაღაც კარგი გადაცემა ახალისებდა ადამიანს, სიამოვნებაში რაღაც პატარ-პატარა სიხარულები გვაქვს, რომლებიც სიამოვნებას გვრის და გვიფერადებს ცხოვრებას და აი ეს ეკარგება ადამიანს, ეს ცხოვრების სიხარული, გემო, სიამოვნება, ცხოვრებით ტკბობა და ეს გრძელდება დიდხანს და შესაბამისად ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ დეპრესიაზე. კი ბატონო. და მოდი ვთქვათ ისიც, რომ რა შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ აი ადამიანს დაუშვათ დეპრესია ემართება. აი რა არის ძირითადი, აი უფრო გავრცელებული დეპრესიის გამომწვევი მიზეზები, იცი, ძალიან ინდივიდუალურია. ზოგადად ასე რომ დავყოთ, ეს შეიძლება იყოს გარეგანი მიზეზები, ხო, გარემოში რაღაც მოხდა, რაღაც სტრესის შემთხვევა, რაღაც უბედურება შეიძლება, ხო, ახლობელი ადამიანი დაკარგა, ან რაღაც ფიზიკური ტრავმა მიიღო და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა გარეგანი ფაქტორები, მაგრამ შესაძლებელია იყოს შინაგანი ფაქტორები და გარეთ რაღაცა ისეთი კონკრეტული დიდი სტრესი, დიდი უსიამოვნება არ შეხვედრია ადამიანს, მაგრამ რატომღაც შინაგანი ფაქტორების გამო ეს არის მისი მემკვიდრეობა, ეს არის მისი ნერვული სისტემის მოწყობილობა, ეს არის ნივთიერებათა ცვლა, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი განწყობაც ნივთიერებებია, რომლებიც ნერვულ სისტემას და ჩვენს სისხლძარღვთა სისტემას გადააქვს და კონკრეტული ნივთიერება იქნება ეს სეროტონინი იქნება თუ სხვა რამ, ხო, იწვევს ჩვენს შესაბამის რეაქციას და შეიძლება ეს ნივთიერებათა ცვლაა დარღვეული. ამიტომ გარეგანი და შინაგანი მიზეზებიც შეიძლება იყოს. ჩვენ ვიცით, რომ აი ერთი და იგივე მოვლენა, ხო?
ვიღაცამ შეიძლება ვერ გადაიტანოს იმ მხრივ რომ მას დიდი სტრესი შეხვდეს და დეპრესია დაემართოს, ნევროზი დაემართოს, მეორე ადამიანი ამას რაღაც გამოწვევად აღიქვამს და ძალიან შეიძლება იოლად არა, მაგრამ გადალახავს ისე რომ არ ჩავარდება დეპრესიაში. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურები ვართ ყველა. კი, ნამდვილად და როგორც ფსიქოლოგს მინდა გკითხო, ხო, რომ რთულია თუ არა მუშაობა, თქვათ ადამიანთან, ვისაც დეპრესია აქვს, აი რა სირთულე თუ არის სირთულე, თქვათ რა სირთულებთან გვაქვს ხოლმე საქმე? მთავარი სირთულე, ჩემი აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს თავად უნდოდეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თუ მას არ უნდა, ხო ხშირად არის ხოლმე, ახლა შენც გექნება ასეთი შემთხვევები და გამოცდილება, რომ თქვათ დედა იწერება ან მეუღლე ან მეგობარი, რომ აი ჩემს მეგობარს დეპრესია აქვს, სახლიდან გამოსვლა არ უნდა, მე რა გავაკეთო? მესმის რა თქმა უნდა, რომ ახლობელ ადამიანზე გული შეგვტკივა და გვინდა რომ ის ნორმაში იყოს და კარგად იყოს, ხო და ვაკეთებთ კიდეც რაღაცა ჩვეულებრივ ქმედებებს, მოდი წავიდეთ, გავისეირნოთ და მოდი კომედიას უყუროთ და ასე შემდეგ. ხო, რა შეუძლია გააკეთოს ახლა სპეციალური ცოდნის გარეშე რიგითმა მოქალაქემ თავისი ახლობელისათვის. ეს ისედაც ვიცით ყველამ, ხო, აი რაღაცა ადამიანური მხარდაჭერა, გართობა, გახალისება. მაგრამ როდესაც სპეციალისტი ერთვება, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, საჭიროა სპეციალისტის ჩართულობა, მაგრამ თავად ადამიანს უნდა კონდეს ამის მოთხოვნილება და გადაწყვეტილება, რომ მე მიჭირს, მე არ მინდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, მე მჭირდება დახმარება და მინდა ამ დახმარების მიღება. მაშინ შესაძლებელია. ამიტომ ყოველთვის პასუხი, როდესაც ეს ახლობელი იწერება, რომ აი ჩემს მეგობარს ან ჩემს ნათესავს ესე და ესე აქვს, მე ვეუბნები, რომ თვითონ რამდენი წლის არის თქვენი ახლობელი? 21-ის არის? დიახ, არის. მაშინ თავად უნდა მოიწეროს, თუ კი ჭირდება ჩვენი დახმარება და თulis, იმიტომ რომ ძალით, ხა ფსიქიატრიული დახმარება შეიძლება ძალით აღმოუჩინოთ, ხო, ადამიანს, მაგრამ ფსიქოლოგები ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებიც აღმოჩნდნენ რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, თავად ვერ ართმევენ თავს და მოგვმართავენ ჩვენ დახმარებისათვის და დიახ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ნებაყოფილობითია მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარება. ნებასურვილით და ძალიან ხშირად შეიძლება ესეც მოხდეს, რომ კი, ვთქვათ, თვითონ რეკავს ადამიანი და თვითონ მოდის, მაგრამ თვითონვე არ უნდა, ხო? თვითონვე არ უნდა, კი, გაუცნობიერებლად და თითქოს აი ხელები აქ აწეული, რომ აი მიდი რაღაცა გამიკეთე და გამომიყვანე. ანუ ესეც არ ხდება, ხო? აუცილებლად შინაგანადაც უნდა იყოს აი პატარა მარცვალი მაინც. არ ვიცი რა დავარქვა, ხო, რომელიც პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შენი მდგომარეობა, შენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. ფსიქოლოგი კი არა, აი ყველაზე კარგი ქირურგი, რომელიც საუკეთესოდ აკეთებს ოპერაციას და მრავალი წარმატებული ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუ თავად პაციენტს არა აქვს გამიზნული გაჯანსაღება და გამოჯამრთელება და იმ დახმარების, იმ სიკეთის მიღება, რაც ამ ქირურგს შეუძლია მიცეს, ხო? კი ბატონო, ის ამოაჭრის, იქ გაჭრის და შეკერავს ისე როგორც საჭიროა, მაგრამ ის გართულდება, ის თავიდან შეიძლება გაიზარდოს, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ცხვირში ადენოიდები, იგივე ბუასილი და ასე შემდეგ თავიდან რეციდივი ხდება. რატომ? იმიტომ რომ თავად ადამიანმა შიგნით თავში არაფერი შეცვალა. ფსიქოლოგია მით უმეტეს, ხო? ამიტომ ჩვენს აკადემიაში შენ კარგად იცი, ვასწავლით მუშაობისას, ხო, როდესაც ვიწყებთ მუშაობას, კოუჩები კლიენტთან, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას და შენ თუ იღებ შენ სტილ პასუხისმგებლობას და მაშინ ვიყურებს დაცქვეტავენ ხოლმე, ხო, რომ თურმე მარტო სპეციალისტის პასუხისმგებლობა არა, ჩემიცა. მეც უნდა მქონდეს. კი, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მაყურებელსაც მინდა მივმართო, რომ ერთ-ერთი მინიშნება, როგორც ახლა ვთქვით, ხო, არის ის, რომ ის, ვისაც დეპრესია გაქვთ, გაწუხებთ, იცოდეთ, რომ
პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა მოძებნოთ თქვენ თავში ის რაღაცა, რაც აი პასუხისმგებლობა, რასაც ქვია, ან არ ვიცი, мотиваცია, იმედი, აი ყველაფერი ერთად, რომ აი მე თვითონაც ვარ ერთი რომ ამ დეპრესიის შემოქმედი, ხო ვთქვა და მე თვითონვე შემიძლია ამ ყველაფრიდან გამოვიდე. აღარ მინდა, ხო, ერთგვარი. კი, ანუ ეს უკვე საკმარისია. უნდა იყოს ამისათვის და რა თქმა უნდა, ეხლა შენ იცი, მაგრამ შეიძლება ჩვენი მაყურებლებისთვის ეს რაღაცა ახალი აღმოჩენა იყოს, ეგრეთ წოდებული მეორადი სარგებელი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, კი. ნებისმიერ არასასურველ მდგომარეობაში, როდესაც აღმოჩნდებით, იქნება ეს ავადმყოფობა, იქნება ეს უფულობა, იქნება ეს დეპრესია, იქვე ჩნდება ფარული სარგებლები, ანუ არა პირდაპირ, არამედ ფარული, ხო? რომ აი რაღაცა კარგს ვიღებ, თუნდაც ვიყო დეპრესიაში, და შესაბამისად ხანდახან ეს მეორადი, ანუ ფარული სარგებელი იმდენად ძლიერი არის ხოლმე, რომ ადამიანს არ უშვებს გამოჯანმრთელებისკენ. კი, არ უშვებს და ანუ დეპრესიული განწყობა რა არის, ხო, ადამიანი ვეღარ ხედავს მომავალს. მთავარი მიმანიშნებელი კიდევ ეს არის ხოლმე, აი უიმედობა არის ძალიან დიდი, საკუთარი თავის შეცოდება და მომავალი არ ჩანს. ხო, აი სასოწარკვეთ არის ნამდვილად და აი იმის იქით არ ჩანს არაფერი, ხო, ვთქვათ. და შეიძლება ეს ადამიანი მიმართავს სხვა ადამიანებს, რომ იცი რა დამეხმარეთ, მიშველეთ, ვთქვათ, ცუდად ვარ, მაგრამ შინაგანად რომ ვერ ხედავს ამ მომავალს, ძალიან რთული ხდება, რომ სხვა ადამიანმა აი რაღაცნაირად დახმარება გაუწიოს და საჭირო ხდება ხოლმე მართლაც პროფესიონალი, ხო, რომელიც უკვე თავისი მიდგომებით ამ ყველაფერს გააკეთებს, ასე ვთქვათ, ხო? და აი ზუსტად ესეთი ადამიანების თავარი მიზანი, ასე ვთქვათ, აი ამ გადაცემის ჩემთვის იყო ის, რომ დაინახონ, რომ აი დეპრესია როგორი დიდი რთული რაღაცა საშინელი დეპრესიას არ უნდა გქონდეთ, რომ ფიქრობდეთ, რომ აი დამთავრდა ცხოვრება, ანუ აღარაფერი ამის იქით არ არის, ვთქვათ და არის ხოლმე რომ აი სუიციდური აზრებით, რომ აი გამოსავალი ეს გავაკეთო, როგორც გამოსავალი, ვთქვათ, მაგრამ იცოდეთ რომ აუცილებლად არის აქედან გამოსავალი და აი აქედან მინდა გადავიდე თემაზე ვთქვათ იმას აი საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი ხო ჩემ გამოცდილებაშიც იყო ვთქვათ აი ესეთი ფაქტი და სწორედ ამან მიყვანა ფსიქოლოგიის შესწავლამდე და აი მინდა ვთქვა რომ თქვენ წარმოიდგინეთ და დიდი ღრმა დეპრესია აქვს ძალიან დიდი პლუსები ძალიან ბევრ რაღაცას გაცილებით არ მოგეკითხება არაფერზე პასუხისმგებლობა აღარ გაქვს სხვაებმა უნდა შეგინახონ გაჭამონ, გასვან, რა ვიცი, კომუნალურები გიხადონ და თან ესე თან იფიქრონ როგორ გამოხვიდე იმე ამ გოგოს არაფერი და ეს ფეხის წვერებზე რომ დადიან შენს წინაშე, ხო? და დანაშაული შეგრძნება რომ ვაიმე, რა ვქნათ რა ეშველება. კი, რა თქმა უნდა. მეორადი სარგებლებიც უხვად არის. უამრავი და გარდა მაგისა არის როგორი რაღაც, იცით, რომ აი დეპრესიის დროს ადამიანი აი ნადგურდება, ასე ვთქვათ. ის ვინც იყო ფაქტიურად განადგურდა, წაიშალა აი რაღაცნაირად და როდესაც დეპრესიიდან გამოდიხარ, ფაქტიურად ის ძველი პიროვნება, ის ძველი რაღაცები ნანგრევებია და შეგიძლია რომ აი ახლიდან ააშენო ეს ყველაფერი. აი ამის ძალიან დიდ შანსს გაძლევს დეპრესია, დიდ გზას გიხსნის. ერთგვარი პაუზა არის, იცი? ეს დეპრესიაც საბოლოო ჯამში რატომ ხდება, ხო, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც შენ გინდა რომ იყოს, რაღაცას ვერ ართმევ თავს, რაღაცა არ მოგწონს და ნელ-ნელა ეს თავიდან არ ვიმჩნევთ ხოლმე ადამიანები, ხო? და ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ ამ ცვლილებებისაკენ გიბიძგებს, განვითარებისაკენ, გაძლიერებისაკენ გიბიძგებს. მაგრამ ჩვენ ხომ ბუნებით ზარმაცები ვართ, კი ბატონო, თან განვითარებაც ვუძლებ. მაგრამ თან ზარმაცები ვართ და თუ ძალიან არ მაწუხებს, ოკეი, რაღაცას თვალს დავხუჭავ, რაღაცას არ შევიმჩნევ, რაღაცას არ შევამჩნევ, რაღაცას ავიტან და ამ დროს ეს რაღაც პრობლემა ხდება ისე ძლიერი, აი ასეთი მიდგომისას, ხო, რომ არ იმჩნევ თვალს ხუჭავ, გაატარებ, აიტან და ასე შემდეგ, რომ იმდენად ძლიერი ხდება, რომ მე მისი დანახვა ხო, დახუჭული თვალებითაც კი, რომ არ დავინახო, მაინც არ გამოდის, იმიტომ რომ ის იმდენად ძლიერია და იმდენად დიდია. და თუ კი ადამიანი ვერ ართმევს თავს, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს დეპრესია, კი ბატონო.
კი, ნამდვილად არის ხოლმე ესე და როგორც თქვი, ანუ აი რაღაცა ტრამპლინი არის ხოლმე რა, მე ანუ ახლიდან დაბადების რაღაცა შანსი გეძლება. ნუ იტყვიან კიდევაც არის გამონათქვამი, ხო, ორჯერ იბადება ადამიანი, ხო, პირველი როდესაც ფიზიკურად და მეორე როდესაც შენ იბადები, აი ნამდვილი შენ. და შენი გამოცდილებით მინდა კითხვა, აი როგორ იყო შენს შემთხვევაში, ხო, აი როგორ რას გაიხსენებდი? ჩემს შემთხვევაში იყო გამოწვევა ცხოვრებისეული, სხვებზე ვიყავი დამოკიდებული ყოველთვის, ხო? ანუ ოჯახის წევრებზე ვთქვათ, ნუ ბავშვობაში ყველა ვართ მშობლებზე დამოკიდებული, მერე მოხდა ისე რომ ძალიან ადრე დავქორწინდით და შემდგომ მეუღლეზე ვიყავი დამოკიდებული და წლები ასე ვცხოვრობდით, ბევრი რამ იყო არადამაკმაყოფილებელი ჩვენს ურთიერთობებში, მაგრამ ნუ რაღაცა ეს მიღებული შაბლონი რაც არის, რომ აი რადგან შექმენი ოჯახი, ასე კი უნდა ნება იბოძო და იყო მით უმეტეს შვილებისთვის და ასე შემდეგ, ხო? და საბოლოო ჯამში მივიდა იქამდე, რომ აი გაუსაძლისი გახდა, აი ის უთანხმოება და ის კონფლიქტი და რა ვიცი, რაც გინდა დავარქვათ და რომ ვერ ვუმკლავ, მესმოდა რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვცვლიდი, იმიტომ რომ არც პროფესია მქონდა, არც ჩემი შემოსავალი, არც რამე, ანუ აბსოლუტურად ვიყავი, ალბათ როგორც ბევრი ქალი დღესაც კი, არც მაგალითი ალბათ, ხო? კი. და შესაბამისად, აი მინდოდა თავის გართმევა, მოგვარება, მაგრამ არ მქონდა ინსტრუმენტები როგორ. და ამან ძალიან დიდ დეპრესიაში ჩამაგდო. ნუ ეხლა ესე გაშლილად და მარტივმომრავლებად ეხლა აღვიქვამ, მაგრამ იმ წუთას უბრალოდ იყო ძალიან დიდი რაღაცა უკმაყოფილება, ძალიან დიდი ნეგატივი შიგნით დუღდა ჩემს შიგნით და ამან ჩამაგდო დეპრესიაში. კი, ერთწლიან დეპრესიაში, რომელსაც ანტიდეპრესანტებიც ახლდა თან და ეს ანტიდეპრესანტები ახლა მე ვყვები დაახლოებით 10-15 წლის წინანდელ ამბავს და 10 არა 15 და ანტიდეპრესანტი კი ბატონო იმ ნეგატიური ემოციებისგან თითქოს გათავისუფლებს, მაგრამ აი იმ ძირს, იმ თავარ ცხოვრებისეულ კონფლიქტის ვერაფერს ვერ უშვება, ის ვერ გიგვარებს, ხო? იმით რომ ანტიდეპრესანტი დალие შენ თვითრეალიზებული ვერ გახდები, არც ვერც ფულის შოვნას ვერ ისწავლი და ვერც მეუღლესთან თუ მეწყვილესთან არ მოგიგვარდება არაფერი. დიახ, კარგად თქვი, ზუსტად ისევ იმ ადგილზე ხარ და ეს არის უბრალოდ რაღაცა ეს ძალიან გაყუჩება მაშინ, როდესაც ოპერაციაა გასაკეთებელი, ან სერიოზული მკურნალობაა, ხო? და როგორც ვიცი, რადიკალურად შეიცვალა, ასე ვთქვათ, ბევრი რამ. კი, მაგრამ ერთ წუთას არ შეცვლილა, მაგრამ ნელა შევადარები საბოლოო რაღაცა ძალიან ისეთი მომენტი, მტკივნეული ჩემთვის და იმ მომენტიდან უკვე დაიწყო ამბობენ რომ აი საბოლოოს უნდა ჩაიძირო, ჩაიხრჩო, რომ იატაკს კი არა და ფსკერს დაარტყა ფეხი იმისთვის რომ ამოტივტივდეო. სანამ ცოტათი ხარ ჩაძირული, არ იმჩნევა მაინც ხო? ან შეიძლება აი იმ ფსკერს რომ ფეხი დაარტყა, იმასაც ხომ დიდი ძალა აქვს აი იმ ფსკერს ამ ხრივ და ამისთვისაც გვჭირდება დეპრესია, ასე რომ შემოკარგებო. თუ კი თქვენ დეპრესია გაქვთ, შეიგრძენით ის ფსკერი, რაც შეიძლება მალე და შეიგრძენით იმისათვის, არა იმისთვის რომ ჩაიხრჩოთ და იქ დარჩეთ, არამედ იმისათვის რომ ფეხი დაარტყათ და ამოხვიდეთ ზემოთ და ჩაისუნთქოთ ჰაერი და დაიწყოთ თქვენი ახალი, გაცილებით უფრო წარმატებული ცხოვრება. ნამდვილად და შევადარებდი აი როგორც ბავშვი რომ იწყებს სიარულს, ხო აი პირველ ნაბიჯებს, აი ესე ხდება, როცა დეპრესიიდან, დიდი დეპრესიიდან გამოდის ადამიანი, სიარულს სწავლობს, ასე ვთქვათ, აი ცხოვრებას თავიდან სწავლობს და ძალიან საინტერესო მომენტია და ნათელი წერტილი იწყება ხოლმე დეპრესიის დროს, როდესაც აი რაღაცა ინტერესი გაჩნდა. აი პატარა, ანუ რაღაცამ დაგაინტერესა, აი უკვე ამ ინტერესს მოაქვს ენერგია და
იწყება გამოცოცხლება. ამიტომ აი ძალიან კარგი იქნება, რომ აი რაღაცა ინტერესი იყოს ხოლმე მოძებნილი ამ დროს და მოდი ახლა მინდა რომ გადავიდე ენერგიებზე. ხო, აი დეპრესია პირდაპირ კავშირშია, ვთქვათ. ანუ უენერგიოთა კი, ამ დროს არის აი ენერგია მინიმალურ დონეზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის რომ არაფერს არ იღებს ადამიანი, არც სიამოვნებას, არაფერს აღარ აკეთებს, ნუ შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ არ მოძრაობს, ნუ შეიძლება ბანაობს საქმეს. კი, ნამდვილად და ამას დამატებული კიდევ ნუ აღდგენის უნარი აქვს ორგანიზმს ადამიანს, მაგრამ უყურეთ, ეს უარყოფითი აზრები საკუთარი თავის შეცოდება, თვითგვემა ეს კიდევ აცლის ყველაფერს და არის უენერგიობა. აი ამ დროს რა არის ხოლმე, აი დამხმარე, აი ამ ხრივ რომ დამხმარე, წეღანაც მინდოდა დამემატებინა, რომ ის ნათელი წერტილიც მე პირადად, ხო, მაპოვნინა სპეციალისტმა, კარგი სპეციალისტი, მე ფსიქოლოგს გულისხმობ. კი ბატონო, მე ანტიდეპრესანტებს ვსვავდი, მაგრამ შედეგი სანახევრო შეიძლება ითქვას და აი კარგი სპეციალისტის დახმარებით გამოჩნდა ის ნათელი წერტილიც და კიდევ ბევრი რამ კარგი. ამ შემთხვევაშიც ხო იცოდეთ რომ არის ასეთი სპეციალისტი, ფსიქოლოგი. ბევრი კარგი ფსიქოლოგი არის საქართველოში. მიმართეთ. კი შეიძლება არ გაგიმართლოთ, მაგრამ სხვას მიმართეთ, ხო? ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ კვილს თქვენ თვითონ ხომ არ იპლომბავთ, არ ვიცი, ბრმანაწლავის ამოჭრა რომ დაგჭირდეს, ხომ არ ამოიჭრა. ამასაც სპეციალური ცოდნა ჭირდება. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ თავად როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს. აი ის მომენტები, რაც შენ ჩამოთვალე ასე კარგად ანახო, რომ ადამიანი ზის ამ ცუდ აზრებში ჩაფლობილი, არაფერს არ აკეთებს, შეიძლება შხაპიც კი არ მიიღოს და კბილებიც კი არ გამოიხეხოს, ხო? ესე იგი, პირველი ამის საწინააღმდეგო მოძრაობა. იცით, ეს არის მეცნიერულად, ფიზიოლოგიურად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტი, რომ თუ კი ჩვენ ფიზიკურ დატვირთვას ვიღებთ, ჩვენს სხეულში გამომუშავდება ანტიდეპრესანტი, ბუნებრივი, ჩვენი სხეული გამოიმუშავებს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს და შესაბამისად განწყობა გიმაღლდება. ეს არის, არ ვიცი, ჩქარი ნაბიჯით სეირნობა მზეზე, ან თუნდაც ველოსიპედით გარეთ, ხო, ჰაერზე მზეზე გასეირნება. ეს უკვე აი თუნდაც აიძულო შენს თავს, ხო? კი ბატონო, ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა იყავი, შეიცოდე შენი თავი, გამოიტირე, ასე შემდეგ, ბოლოს მოგწინდა ასე ყოფნა, ადექი და გადაწყვიტე, რომ დიახ, თუნდაც ცუდ განწყობაზე, მაგრამ ოკეი, სხეული ხომ მოძრაობს, ჩავიცმევ, ფეხსაცმელს და ქურთუქს მოვიცვამ და გავალ გარეთ ვიმოძრავებ. ეს უკვე დაგეხმარებათ შემოკარგება. მერე ისევ და ისევ ადამიანებთან ურთიერთქმედება, ამ ურთიერთქმედებაშიც ვიღებთ ჩვენ ენერგიას არ ამხოლოდ მნიშვნელოვანია ძალიან. ვიღებთ იმ ადამიანებთან, ვინც გვსიამოვნებს ახლა ვიღაცას ასოწარკვეტილთან და ასევე დეპრესიულთან, არა რა თქმა უნდა. ვინც გახალისებს, ვინც კარგ განწყობაზეა თვითონ, ხო? იგივე კომედიები წეღან ვახსენეთ, ხო? არა სასოწარკვეთილი ფილმები, არამედ სახალისო. ყველაფერი ის, რაც გახალისებს და გსიამოვნებს, ეს გადაცემებია, მე მაგალითად ძალიან მიყვარს დეკორირებაზე, დიზაინზე გადაცემა, რაღაც მოდაზე გადაცემა, ძალიან სიამოვნებს და მახარებს ხოლმე და განსაკუთრებით, არ ვიცი, ახალი ინტერიერის პატრონი რომ აღტაცებულია, მეც იმასთან ესე აღტაცებული და ბედნიერი ვარ ხოლმე იმ სხვისი ინტერიერით, რომელსაც უბრალოდ ეკრანზე ვნახავ, მაგრამ მაინც დადებით ემოციებს იღებ, ხო? დაეშურეთ დადებით ემოციებს და რაც შეიძლება ეს მხოლოდ იმათვის არ არის, ვინც დეპრესიაში, არამედ ყველა ადამიანს ვურჩევდი, რომ მინიმუმამდე დაიყვანეთ იმ ადამიანებთან ურთიერთქმედება, ვინც სულ ნეგატივზე საუბრობს, სულ ნეგატიურ განწყობაზეა, სულ რაღაცა იმაზე აქვს ყურადღება, რომ ვინ მოკვდა, ვინ მოკლა, სად რა უბედურება მოხდა, ხო? ნუ ეს ხდება და ყოველთვის ხდებოდა. მოდი კარგზე ვიფიქროთ, ხო? კი, ნამდვილად, ანუ ადამიანს შიგნით რაც აქვს, დავამატებდი, ხო, იმას ასხივებს, ანუ შეშინებული ადამიანი გადასცემს სხვა ადამიანებს შიშს, ჯუქნის მას. დეპრესიული ადამიანი დეპრესიას, არ ვიცი, აი რაღაცა უარყოფი და ნეგატიურად დამოხტული, აი სწორედ ამას ასხივებს და ესეთ ადამიანებთან, ნუ როგორი მხიარულიც არ უნდა იყო, ხდება ხოლმე, რომ აი თვითონ მაინც ეს მოქმედება ხდება, ასე ვთქვათ. კი, ადამიანები ძალიან საკმაოდ ძლიერად მოქმედებთ ერთი მეორეზე ჩვენი განწყობით, ჩვენი ენერგეტიკით.
კი, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ მინდა გკითხო, რომ აი ოჯახის წევრები, ხო, ვთქვით ოჯახის წევრებზე, რომ აი ყველაფერს უსრულებენ, რაღაც ფეხის წევრებზე დადიან. ამ შემთხვევაში რა იქნება მათ მიმართ რეკომენდაცია ან რჩევა, თუ მათ ახლობელს, მათ ოჯახის წევრს აქვს დაუშვათ დეპრესია, რომელიც აი რთული სახით არის გამოხატული, ხო? ანუ ჩემი აზრით პირველი პერიოდი შეიძლება ვაცადოთ ადამიანს, მივცეთ იმის საშუალება, რომ დარჩეს თავის თავთან, თავის აზრებთან, თუნდაც თავის დეპრესიასთან პირისპირ და რაღაცა პერიოდი, ხო? ხანდახან ეს დეპრესია ადამიანს შეიძლება დაემართოს იმიტომ, რომ გადამწვარია, ხო? გადაწვა, ანუ ბევრი ენერგია დახარჯა, ბევრი იშრომა, არ მისცა თავის თავს დასვენების საშუალება და მხოლოდ ამის ხარჯზეც შეიძლება განვითარდეს ასეთი დეპრესიული და უენერგიო მდგომარეობა, ხო? ამიტომ მივცეთ საშუალება ადამიანს დასვენებისა და განმარტოებისა. ხოლო თუ ეს უკვე გარკვეული პერიოდი გრძელდება და ვატყობთ, რომ ვერ ერევა ადამიანი დამოუკიდებლად, მაშინ რა თქმა უნდა, გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ, თუნდაც ის რომ არ ვიცი, მოკიდო ხელი გაასეირნო, ხო? რაღაცა ისევ და ისევ სასიამოვნო, სახალისო რაღაც ერთად გააკეთოთ. მე ძალიან კარგად მოქმედებს ძალის ადგილები, ეგრეთ წოდებული, ხო? ეს არის ბუნების ბუნება, პრინციპში ნებისმიერი ბუნებაში გასვლა. სუფთა ჰაერი უბრალოდაც რო. კი, რა თქმა უნდა, თუნდაც პარკში დავანებოთ თავი ქალაქ გარეთ გას, ხო, პარკში გასეირნებაც კი დადებითად მოქმედებს ჩვენზე. ცხოველებთან ურთიერთობა. კი, ცხოველებთან ურთიერთობა, წყალსაცავთან იქ მდინარე იქნება, ზღვა იქნება, ოკეანე იქნება, წყალსაცავთან ყოფნა, ესეც გვავსებს ენერგიით, ტყე, ასევე რა თქმა უნდა, სალოცავი და ესეთი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ადგილები, შემთხვევით არ ქვია ამას ძალის ადგილი, ხო, იმიტომ რომ ერთი რომ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ სადა ეშენებინათ ასეთი ნაგებობები და მეორე რომ იქ იმდენჯერ მრავალჯერ აღვვლენილია ეს ლოცვა და კურთხევა, ხო, რომ ესეც მოქმედებს ადამიანზე ძალიან დადებითად. თუ მას რაღაც არ ვიცი შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული წინააღმდეგობა, ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. და ისევ მე ხლა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ხო, კარგ სპეციალისტს მიმართეთ, აგერ ორი ასეთი აქვართ. კი ბატონო, ნამდვილად. და თავარი რაც არის, რომ აქედან არის გამოსავალი, ანუ არ არის დასასრული, ასე ვთქვათ. ეს არ არის დასასრული. პირიქით, შეიძლება ეს იყოს დასაწყისი, ასე ვთქვათ. ძალიან თოვან გამონათქვამს გამოვიყენებ და ალბათ წაგიკითხავთ, მაგრამ განვმეორდები არაუშავს, რომ ერთი კარი რომ იხურება, აუცილებლად მეორე კარი იღება და თუ კი ამ ორ დახურულ კარს შორის რაღაც პერიოდი მოგვიწია ყოფნა, რა უშავს ავიღოთ ეს პერიოდი დასვენებისთვის და რაღაცა თვითანალიზისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. კი ბატონო, ჩაღრმავდით, შეიგრძენით აი ეს თუ კიდ უარყოფითი ესე პირობითად, ხო, უარყოფითი ემოციები ბოლომდე მიეცით თქვენ თავს უფლება ასე რომ იგრძნოთ რა, აი რასაც გრძნობთ იმ მომენტში, ესე იგი საჭიროა. რა მაწუხებს, რა არ არის ისე, რა ვერ გავაკეთე ცხოვრებაში, ისე როგორც მინდა, რა მიმიყვანა ამ დეპრესიამდე. ამაზე ჩაფიქრდით და მე მესმის რომ შეიძლება ამ წუთას, როდესაც დეპრესიაში ხარ, ვერ ხედავდე იქიდან გამოსავალს. კი იცი რომ აი ეს კონკრეტული რაღაც გაწუხებს არ მოგწონს, ამის შეცვლა გინდა, მაგრამ დღესდღეობით არ გაქვს იმის ძალა, არ გაქვს იმის ცოდნა, არ გაქვს გამბედაობა, ენერგია, ინსტრუმენტები იმისათვის რომ ეს შეცვალო, მაგრამ უკვე აი ეს დაფიქრება, უკვე ამის გაანალიზება და უკვე იმის გაჟღერება საკუთარი თავისათვის რომ მე ამ მოცემულობის შეცვლა მინდა. კი ბატონო, შეიძლება დღეს არ ვიცი როგორ, მაგრამ მინდა და აი ეს მინდა, როდესაც საკუთარ თავს გაუჟღერებ, სამყაროს, მაღალძალებს გაუჟღერებ და მე უკვე იწყებ ფიქრს რომ როგორ, კი ბატონო, დღეს არ ვიცი ფულის შოვნა და უფულოდ ვარ და დეპრესიაში ვარ ამის გამო, თქვათ სიტყვაზე, ხო?
როგორ? აბა რა არის შესაძლებელი? რა შემიძლია გავაკეთო და ეს პატარ-პატარა ნაბიჯები გზა გამოჩდება და ძალიან დიდი მადლობა ინგა რომ იყავი სტუმრად. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. კიდევ ძალიან ბევრს ვისაუბრებდი, უბრალოდ დრო აღარ არის. კი, დრო ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ რომ იმედი მივეცით გარკვეული სახით მაინც და აი თუ გინდა ერთ ადამიანს მაინც თუ კი გაუჩნდება რომ აი თუ გინდა მივალ ფსიქოლოგთან ან რაღაცას გავაკეთებ. ხო აი ესეც უკვე კარგია მე ასე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ამაო არისო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და საუბარი დაგწუნებული ვარ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა. შენ და ტელეკომპანიას და ოკეი, დიდი მადლობა. ყველას და დეპრესიიდან გამოსვლა აუცილებლად. დროებით.